ვიდრე რუსები უკრაინაში იბრძვიან, ლატვიის საზღვარზე შედარებით მშვიდი ვითარება იქნება. ეს განცხადება ლატვიის სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ინდული კრეკისმა ლატვიურ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა. მანამდე ლატვიის სამხედრო დაზვერვისა და usაფრთხოების სამსახურმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც რუსეთის მხრიდან საფრთხეებია განხილული. უწყებაში მიიჩნევენ, რომ უახლოესი 1 წლის განმავლობაში ლატვიაზე პირდაპირ სამხედრო თავდასხმა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ამის ალბათობა შესაძლოა გაიზარდოს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში. ლატვიური სპეცსამსახურის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ლატვიის წინაშე რეალური სამხედრო საფრთხე რომ არსებობდეს, ამის მთავარი მტკიცებულება მის საზღვართან ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაცია იქნება. ის ვარაუდებს, რომ ვიდრე რუსები უკრაინაში ომობენ, ლატვიის საზღვარზე შედარებით მშვიდი ვითარება იქნება. ლატვიური სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ ვითარება გაუარესდება, თუ უკრაინაში ომი რუსეთის სასარგებლოდ დასრულდება ან კონფლიქტი გაიყინება. სპეცსამსახურები ფიქრობენ, რომ ასეთ შემთხვევაში სამხედრო საფრთხე გაიზრდება. რუსეთმა ისე უნდა დაამთავროს და ეს არის პრაქტიკულად ყველა თავისუფალი ქვეყნის, რომელიც განსაკუთრებით ამ რეგიონში ცხოვრობთ, ჩვენი სურვილიც, რომ ეს ომი, ეს კონფლიქტი ისე უნდა დასრულდეს, რომ რუსეთს სამხედრო აგრესიის თავი და სურვილი საერთოდ აღარ უნდა ჰქონდეს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული უკრაინის წარმატება ამ კონფლიქტში, როდესაც რუსეთი მას დაესხა თავს, უკრაინა და ეს სახელმწიფო უკრაინელი ხალხი არიან მსხვერპლი რუსეთის აბსოლუტურად არაპროვოცირებული აგრესიის ამ ქვეყნის მიმართ. აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, კონტექსტიც ის იქნებოდა, რომ ეს კონფლიქტი, ცხელი ომი უბრალოდ კი არ უნდა გაიყინოს არსებულ სიტუაციაში, არამედ რუსეთი იმ დონეზე უნდა დასუსტდეს, რომ შემდეგი 10, 20, 50 წელი აღარ იფიქროს და ვეღარ იფიქროს მეზობლების მეზობლების მიმართ აგრესიის გამოხატვაზე. არაერთხელ გვითხოვს, როდესაც ბალტიისპირა ქვეყნებზე გვაქვს საუბარი, პირველ რიგში არაერთხელ გვისაუბრია ერთი მათ მერკანტილურ მიზნებზე და ყველგან სადაც საშუალება მექნება გავმეორდები და შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას, რომ ეს არის იმ ქვეყნების, ის ქვეყნები, რომელიც 2022 წლის შემდეგ, რომელთაც მინიმუმ გააორმაგეს საგარეო ვაჭრობა რუსეთთან და მეორე, ესენი არიან ის ქვეყნები, რომელიც პირდაპირ არ მომერიდება და ვიტყვი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, როგორც ეკონომიკური კუთხით, მერკანტილური კუთხით, ასევე სამხედრო კუთხითაც ცდილობდნენ და პირველი პიონერები იყვნენ და პირველი ავანგარდში იყვნენ იმ ყველაფერში, რაცაც ეს რეზოლუციების თანაავტორობა იქნება, დესტრუქციული, ყოვლად გაუგონარი, მიუღებელი და შეურაცხყოფელი პოლიტიკური განცხადებები იქნება, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მაქსიმალურად თავისი მეგობრად და პარტნიორად წოდებული ქვეყანა დაეზიანებინათ, იქიდან გამომდინარე, რომ მათი როგორც პირველ რიგში მერკანტილური მიზნები და შემდეგ უსაფრთხოების მიზნები ყოფილიყო დაცული.